გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. დეკემბერში ბევრი სიბრიყვე ვნახე და გავიგონე, მაგრამ ამთვის უდიდესი სიბრიყვე მაინც ჟურნალისტიკის გერმა ინგა გრიგოლიამ ამოთქვა. სტუდიაში ალიკა ყავდა ელისაშვილი, საპყრობილედან ახალი გამოსული ნატანჯი, ნაგვემი, ალბათ ნაწამები კიდეც. შინ ვერც მოახერხა ალბათ შესვლა საპყრობილის კართან ინგა დახვდა სტაცახელი და თავის სტუდიაში ამოაყოფინა თავი. ხოდა იჯდა ალიკა მგონი ჩეფირს წრუპავდა, ინგას ხარბათ უყურებდა და ინგა კი სრულიად აღშფოთებული მოძღრავდა, რომ თურმე საქართველოში ჯერ არ ყოფილა ასეთი ბოროტი მთავრობა, ასეთი სასტიკი რეჟიმი, როგორც ახლაო. ინგა ხომ ტევ პირველზეა რა, მე არ უყურებ ტევ პირველს და ეს მოკლე ვიდეო სადღაც ვნახე. გავიფიქრე ტევ პირველს ხომ ყავს თავისი მაყურებელი, ეს მაყურებელი ამას უყურებს და მოწონს და რაც მთავარია, სჯერა ინგას ნაამბობისა. დავიჯერო იმ არხის მაყურებელს თევზის მეხსიერება აქვს, ანუ თევზის მეხსიერება მხოლოდ 30 წამს გრძელდება, მეტი არა. და ინგას მაყურებელსაც ასეთი მოკლე მეხსიერება აქვს. განა ინგას მაყურებელს არ ახსოვს წინა რეჟიმი, მართლაც რომ უსისხლიანესი, უსასტიკესი, უბოროტესი რეჟიმი, რომელმაც ქვეყანაში 9 წლის მანძილზე არავინ დატოვა დაუსჯელი. დიახ, ფაქტობრივად არავინ დავრჩით დაუსჯელი. ის რეჟიმი ფიზიკურად ვისაც ვერ მოგწდა, რადგან ვერ მოასწრო, მენტალურად დაგვბრიდა, დაგვანგრია, დაგვაშინა, დაგვაზიანა, დაგვაავადმყოფა და დღევანდელი ხელისუფლება ყოფილა თურმე სასტიკი და ბოროტი. ანუ კანონს ელისაშვილი არ უნდა დაეკავებინა. ხანში შესულ კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა რომ მიაყენა, ეს უნდა გაეტარებინა. ყურადღება არ მიექცია და რომ მიაქცია, ამიტომაცაა თურმე უსასტიკესი და უბოროტესი. საინტერესოა, ინგა გრიგოლია რომ ყოფილიყო იმ ხანში შესული ადამიანის ადგილას და ელისაშვილს მისთვის რომ მიეყენებინა ისეთივე ფიზიკური შეურაცხყოფა. მაშინ რას იზამდა ინგა? უჩივლებდა ელისაშვილს, დააჭერინებდა ელისაშვილს თუ გაიღიმენებდა თავისი ეშხიანი ღიმილი და ალიკას ჰაერობან კოცნას გაუგზავნიდა? ალბათ ასე იზამდა, რადგან ჩვენ ხომ თავისუფალ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და თავისუფალ ქვეყანაში სიტყვაცა და საქმეც თავისუფალი უნდა იყოს. დიახ, აბარა, როდესაც მომიტინგე პოლიციელს ქვას ესვრის, ჯოხს ურტყავს, ეს განა უნდა ისჯებოდეს? არა. როდესაც მომიტინგე აგინებს პოლიციელს, ეს განა უნდა ისჯებოდეს? არა, არავითარ შემთხვევაში და თუ მსროლელი, მაგინებელი, დამრტყმელი დაისჯება, ეს იქნება ბრძოლა ჩვენს ევროპულ მომავალთან. მაინტერესებს სადმე წერია, რომ სამართალდამცა ორგანოს წარმომადგენელს შეიძლება აგინო, შეურაცხყოფა მიაყენო, ამოუტრიალო მკვდარი და ცოცხალი? ეს რომელიმე კანონში გაწერილია. მე კანონებში ცუდად ვერ ყვევი, ერთადერთი კანონი ვიცი, რომ წითელ შუგზე უნდა გავჩერდე. დანარჩენი კანონი არ ვიცი და იქნებ არის ეს გაწერილი სადმე. ამ დროს დარწმუნებული ვარ, თუ კი ვინმე მართლა შეუტევდა ინგა გრიგოლიას და სამართალდამცავები მის დასაცავად არ მოვიდოდნენ, ინგა ისე აყვირდებოდა, რომ პლანეტა პლუტონიც კი შეწუხდებოდა. მეგობარი მყავს მოსკოველი. აქედან წასულია დიდი ხანია, მოსკოვში დიდი ბიზნესი აქვს და რასაკვირველია, მიშაზე აბოდებს, ისე უყვარს. ველაპარაკე ამას წინათ და ინგას ტექსტი გამიმეორა. ჩვენ თურმე ისეთივე რეჟიმი გვყავს, როგორც პუტინსო. ერთი მკითხე, ჟორიკ მეთქი, აი თქვენთან მომიტინგემ პოლიციელს შეაგინოს, ქვაესროლოს, რა მოუვა? ჟორიკა დაფიქრდა და მე მიმპასუხა, ალბათ ადგილზე დახვრეტენ, ან უკეთეს შემთხვევაში ისე სცემენ, რომ
ქვის მსროლელი ინატრებს რატომ არ დამხრიტესო. ხომ ძალიან გავს ჩვენი პოლიცია რუსეთის, არა? ერთს ვიტყვი. მე არ მჯერა რომ ამ აქციებზე თითქოს და უდანაშაულოები არიან დაჭერილი და არც არავითარი პროფესია არ ათავისუფლებს სასჯელისგან. თუ კანონის დამრღვევი მსახიობია, ის არ უნდა დააკავო. მსახიობობა პოლიტიკოსობასავით ინდულგენციაა და თუ დამნაშავე სიტყვაზე მეთუნუქია, მაშინ მისი დაკავება და პატიმრება შეიძლება. მეგობრო, არ გეჩვენებათ, რომ აი ასეთი მიდგომა არის მდაბიო პროვინციალიზმი. როგორც მითხრეს, უშიშროების სამსახური ძალიან ფხიზლად მუშაობს და მშვენივრად იცის იმ ქვასროლია მშვიდობიანი აქციების დროს, ვინ რას აკეთებდა. ასე რომ ეჭვი მეპარება დაკავებულებიდან ვინმე ან მამა აბრამი ყოფილიყო, ან და მისი ბატკანი. მაგრამ ინგა გრიგოლიასთვის კი დღევანდელი რეჟიმი არის ყველაზე სასტიკი. ოხ, ცეცხლს ეთამაშება ეს მრავალსახიანი ქალი. მართლა არ გააღვიძოს დრაკონი და მართლა არ გამოგვიყვანოს გარეთ მილიონს ჩემთა ამრჩეველი. არა, თუ გამოვედით, რასაკვირველია, მას არავინ არაფერს უზამს, ჩვენ ხომ ნაცები არ ვართ, არც ხორუმის ცეკვას დავიწყებთ და არც აკრობატულ ნომრებს შევასრულებთ თბილისის ცენტრში. უბრალოდ მივალთ ინგასთან და სათითაოდ ჩავხედავთ თვალებში საყვედურით. უხმოდ და ამდენ საყვედურია მზერას ის ვერ გაუძლებს და გაწითლდება. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.